ამ კითხვების დახმარებით გაიაზრებ, როგორ შეინარჩუნო мотивация და დაინახო პროგრესი შენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. აუცილებლად მოიწონე გვერდი და ნახე ამ ვიდეოს პირველი ნაწილი. სად, როდის და ვისთან ერთად გინდა ამ მიზნის მიღწევა? რაც უფრო კონკრეტულად უპასუხებ ამ კითხვებს, მით უფრო მკაფიო გახდება შენი ხედვა. დაწერე დეტალურად. ადგილი, დრო და ადამიანები. სად, როდის და ვისთან ერთად არ გინდა ამ მიზნის განხორციელება. მაგალითად, ამ ყველაფრის მიღწევა არ გინდა ისეთ ადამიანებთან ერთად, ვინც შენზე უღარყოფით ზეგავლენას ახდენს და სხვა. და კიდევ გირჩევ, ჩამოწერე 3 პატარა ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც დღესვე შეძლებ. მოძებნე ისეთი გარემო და ადამიანები, ვინც დაგეხმარება შენი მიზნის განხორციელებაში. და პატარ-პატარა მიღწევები დააფასე, ეს კიდევ უფრო გაგაძლიერებს. დაიმახსოვრე შენი მიზნისკენ სავალ გზაზე პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი ფიქრები და ხედვებია. გისურვებ წარმატებას და სასარგებლო გააზრებებს.